როგორ გაგრძელდება ბრძოლა მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს. პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ამ წუთებში საგანგებო შეხვედრას მართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ახლა კონსულტაციებს გადიან იმის თაობაზე, თუ რა გეგმით უნდა იმოქმედონ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. შეხვედრაზე იმყოფება პრეზიდენტის წარმომადგენელიც, დეა მამისეიშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და მეტ დეტალს გვეტყვის თემის გარშემო. გისმენთ დეა. Დასაკვირველია ჩვენ ველოდებით ამ შეხვედრის დასრულებას, იმიტომ რომ მას შემდგომ, რაც პოლიტიკოსები დაასრულებენ სტრატეგიის შეჯერებას, ჩვენ უფრო დაზუსტებით გვეცოდინება თუ რას გეგმავს პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც თანამდებობით შეიძლება ითქვას, რომ ერთიანია საქართველოს პრეზიდენტთან და მათი პოზიციები არის უნისონში და დაახლოებული. ამას ცხადყოფს ისიც, რომ ამ კარს მიღმა ახლა, სადაც მიმდინარეობს შეხვედრა, არის პრეზიდენტის წარმომადგენელი. 4-ვე პროდასავლური გაერთიანების წევრები არიან აქ და ასევე მათთან ერთად არის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი. პარტიების ლიდერებმა უნდა წარმოადგინონ მათი ხედვა თუ რა გზას ხედავენ ისინი ეფექტურად იმისთვის, რომ ახალი არჩევნები დადგეს ქვეყანაში, იმის მიუხედავად, როგორი რუსული წინააღმდეგობაც არ უნდა დაახვედროს ამ გზაზე რუსულმა ოცნებამ. ახლა ყველა ეს პროდასავლური გაერთიანება ინდივიდუალურად წარადგენს საკუთარ წინადადებებს და შემდგომ მოხდება ერთ პოზიციაზე შეჯერება. აქ რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრეზიდენტთან უნდა იყოს შეთანხმებული ყველა ის სტრატეგია თუ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც სამომავლოდ უნდა იყოს განსაზღვრული და უნდა გადაიდგას. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ველოდებით ამ შეხვედრის დასრულებას, სავარაუდოდ უკვე ძალიან მალე დასრულდება. რასაკვირველია, პროდასავლური გაერთიანებების ლიდერები ამბობენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული ხედვა და ისინი ამ გეგმებს წარადგენენ უშუალოდ შეხვედრაზე და მას შემდგომ, რაც კონსენსუსი იქნება მთელ რიგ საკითხებზე, უკვე მედიაც და საზოგადოებაც გაიგებს დამატებით დეტალებს, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია პირველ რიგში შეთანხმება, რომელიც ამ შეხვედრაზე უნდა შედგეს. სხვათა შორის ისიც უნდა ვუთხრათ მთავარი არხის მაყურებელს, რომ აქამდე პოლიტიკოსებს მუდმივი კოორდინაცია ჰქონდათ, ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს, იყო ერთმანეთში სატელეფონო საუბრები და აზრების გაცვლა, თუმცა ეს არის პირველი შეხვედრა და ეს შეხვედრა არის გამორჩეული იმით, რომ პროდასავლური ოპოზიციის გვერდით სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელია. მოკლედ ველოდებით შეხვედრის დასრულებას, თუმცა იქამდე რა თქვეს პოლიტიკოსებმა, შეგვიძლია ახლა მათი პოზიციები მოვისმინოთ. ახალი არჩევნებია მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნეს მიღებული და ქართული ოცნება თუ ამაზე არ წამოვა, ეს მის გარშეც შესაძლებელია. ერთი, რა თქმა უნდა, მთავარი კომპონენტი ხალხია პირველ რიგში. აი ამ ახალი კონსტრუქციის, რომელიც დემოკრატიას უკავშირდება საქართველოში, იმიტომ რომ დღეს ქუჩის დემოკრატიით იმართება ქვეყანა, პირდაპირ დემოკრატიის ფორმაა ეს. მეორე, გამორიცხულია, რომ არჩევნები ჩაატაროს ამ ცესკომ ან ამ ადმინისტრაციამ ზოგადად. ადმინისტრაცია უნდა იყოს ახალი, დიდი საერთაშორისო ჩართულობით შექმნილი და შერჩეული და მისი უფლებამოსილება არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ერთ მოქმედ სახელმწიფო ორგანოსთან. სალომე ზურაბიშვილის გარეშე შეუძლებელია ხალხია ერთის მხრივ, მთავარი მაინც ბუნებრივია, რომ ის არის ის პროცესი, რომელიც ქუჩაში ხდება, მაგრამ ამას ჭირდება ბუნებრივია ხელისუფლების ლეგიტიმური წყარო, ასეთი დღეს საქართველოში ერთადერთია, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. შეთანხმებული არის სამართლებრივი გზა, როგორ მივდივართ ამ არჩევნებამდე, ეს არის ერთი საკითხი და მეორე საკითხი არის თვითონ არჩევნები რა ფორმით უნდა ჩატარდეს, რომ დავაზღვიოთ ის რისკები, რა რისკებიც არსებობდა, რა პრობლემებიც არსებობდა 26 ოქტომბრის არჩევნების დროს და გასაგებია, რომ ეს ვერ იქნება ოცნების მიერ ჩატარებული არჩევნები. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს სხვადასხვა იდეები ამასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, პლუს სამოქალაქო სექტორს აქვს ასევე გარკვეული იდეები, როგორ შეიძლება ეს მოხდეს და პირველი შეხვედრა იქნება, სადაც ამას ხა ერთმანეთში განვიხილავთ და ვნახოთ საბოლოო ჯამში რაზე შევჯერდებით. არ არის აუცილებელი მაინც ერთ სცენაზე შევჯერდეთ. აქ შემიძლია ესე თქვა, შეიძლება 2-3, რა ვიცი, 4 სხვადასხვა სცენარი იყოს, ესწრება პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელიც საქმის კურსში იქნება, მათ შორის მოისმენს რა ვერსიები არის და მოისმენს რა ვერსიებზე მოხდება შეთანხმება თვითონ პოლიტიკურ პარტიებს შორის. 4-ვე კოალიციის წარმომადგენლობითი ჯგუფებია აქ. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ 4 კოალიციის ერთიანობას იმ ბრძოლაში, რასაც ქვია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოპოვება და ცხადია, რომ ჩვენ სრულად კოორდინაციაში ვართ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მე შემიძლია ეს გითხრათ. ნაბიჯის გადადგმა გონიათ მართებული, ბატონო ბადრი, აი თქვენი აზრით რა არის სწორი სტრატეგია? უნდა მოგცეთ საშუალება ვიმსჯელოთ და შევაჯეროთ პოზიციები. დღეს არის სალომე ზურაბიშვილი. სიტუაცია არის ძალიან კონკრეტული, პრეზიდენტმა კონკრეტული ვადა დაასახელა, რა ვადაშიც უნდა
არჩევნების თარიღი გამოცხადდეს, ანუ როდის და როგორ ტარდება არჩევნები. მეორე საკითხია, როგორ ტარდება არჩევნები. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა სამუშაო რამდენიმე საკითხს ეთმობა. პირველი ახალი რეალობა ეუთოს დასმის შემდგომ, ანუ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი, გზავნილები ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას. მეორე, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ანუ რა პირობები უნდა იყოს ამ კუთხით. მე ვფიქრობ, არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, არამედ სამართალდამცავი ორგანოები გადამწყვეტია და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი არის სანქციების თემატიკა, იმიტომ რომ პარტნიორებმა დაიწყეს საუბრის ნაცვლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ძალიან კონკრეტული ხედვა და რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ პრეზიდენტთანაც შევათანხმოთ ეს ხედვა, თუ როგორ გამოვიდეთ ჩიხური სიტუაციიდან. მზად ვართ იმისათვის, რომ სამართლებრივი მექანიზმები შევთავაზოთ პრეზიდენტს, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად არ მიიღონ მონაწილეობა და ასე ვთქვათ, განეიტრალებული იყოს ძალოვანი უწყებები, მათ შორის სუსი, რომელმაც სინამდვილეში ჩაატარა ეს არჩევნები, ხო? ამიტომ დღეს ვხვდებით, რომ გაუზიაროთ ოპოზიციურ პარტიებმა ერთმანეთს ეს ჩვენი პოზიციები, ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, როგორ არ უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის პირობებში ამ არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ზუსტად დავინახოთ ის გზა, როგორ უნდა გავიაროთ. საუკეთ შემთხვევაში თუ დაინიშნება მართლაც ახალი არჩევნები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ ხელისუფლებას არ მიცოთ საშუალება თავისი რესურსებით, ადმინისტრაციული უკანონო რესურსებით მოახდინოს ამ არჩევნების შედეგების კიდევ ერთხელ მოპარვა და გაყალბება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი სამართლებრივი და პოლიტიკური ნიუანსებია, რომელიც ამ გზას თან ახლავს, იმის როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისზე, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ფაქტიურ ხელისუფლების რეჟიმით თანხდება ახალ არჩევნებს. თუ არ თანხდება, ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ინტენსიური პროტესტი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლება მაინც ადრე თუ გვიან ვაიძულოთ მივიდეს ახალ არჩევნებამდე, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიცაც შეიძლება ქვეყანაში კრიზისი განივხვდოს და დაბრუნდეს ქვეყანა დემოკრატიულ კალაპოტში. რასაკვირველია, ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის საუბრის ერთადერთი თემა არის ახალი არჩევნების, სხვა საკითხი უბრალოდ არ განიხილება, საუბარია ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები და ყველა დაბეჯითებით და ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არა, იმიტომ რომ მას ყველაფერი შეგვიძლია დავუძახოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარდა, ეს მას შემდგომ, რაც სრული ლუსტრაცია მოხდა 26 ოქტომბერს, რა გააკეთა გიორგი კალანდარიშვილს დაქვემდებარებულმა ცესკომ, რასაკვირველია, უცხოური სპეციალისტების, უცხოური ორგანიზაციების ჩართულობით უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ იქნება რუსი ივანიშვილის მხრიდან წინააღმდეგობა, ოპოზიციამ უნდა შეარჩიოს ეფექტური ინსტრუმენტები იმის საპირწონედ, რა გეგმაც შეიძლება ჰქონდეს რუს ოლიგარქს. ახლა სწორედ ამ ინსტრუმენტებზე მიმდინარეობს მსჯელობა. ძალიან საინტერესო არის, როგორ იქნება პრეზიდენტის პოზიცია, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი დიდი ალბათობით ამ შეხვედრაზე გააჟღერებს. მოკლედ ჩვენ ყველაფერს გავიგებთ მას შემდგომ, რაც დასრულდება დღეს ეს შეხვედრა, რომელიც მართლა ძალიან გამორჩეულია და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი პროდასავლური ოპოზიციის ამ გაერთიანებულ შეხვედრას ესწრება. შეხვედრის დასრულების შემდგომ ჩვენ და მთავარი არხის მაყურებელი რასაკვირველია მოусმენს პოლიტიკოსებს და მათ პოზიციებს და შემდგომ უკვე გადავინაცვლოთ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც პროტესტის 27 ღამე იწყება.